გადავალ შენი ლანდი ბარბაცით დამდეს ცასისხლის ფერად შეიღება როგორც იარა ჰომეოდეს მოვიპარა თოვლის ფერ ვარდებს და შენს ქუჩაზე კვლავ ვიმღერებ ვარდებიანა ჰომეოდეს მოვიპარა თოვლის ფერ ვარდებს და შენს ქუჩაზე კვლავ ვიმღერებ ვარდებიანა შენ სამოვლის გავყვები მარტო მინდვრად დაგიტარებ ფერად ყვავილებს და წყაროს პირას შევხვდებით კარგო ატმის ხები რომ მიყვავილებს თვითონ ვინა ვარ ის არ ვიცი ვინ უნდა მგავდეს უნდა ვიჯდე და მარტოობა ჭამდეს მთლიანად ოვერასოდეს მოვიპარა თოვლის ფერვარდებს ვერც თავს მოვიკლავ შენ სახლის წინ ვარდებიანად ოვერასოდეს მოვიპარა თოვლის ფერვარდებს ვერც თავს მოვიკლავ შენ სახლის წინ ვარდებიანად შენ სავალგილიქს გავყვები მარტო მინდვრად დაგიგრებ ფერად ყვავილებს და წყაროს პირას შევხვდებით კარგო ატმის ხები რომ იყვავილებს და წყაროს პირას შევხვდებით კარგო ატმის ხები რომ
გასულ არ ახავს მას უსმინე ჩემს რიახსა და თვალს გორია და მისი ღმერთის ძას ოცნება და სიყვარულის თმა დოროვას ვინ მოუკარგა ხმა უღრუბლო და დაგვეტირისა გორია და მისი ღმერთის ძას ჩემი გორი გულის თანასწორია არჩევანი მარტო ჩემი გორია სიყვარულიც ასებული მქონია სიყვარული თქვენი გამომხოლია ჩემი გორი გულის თანასწორია არჩევანი მარტო ჩემი გორია სიყვარულიც ასებული მქონია სიყვარული თქვენი გამომხოლია სიყვარულიც ასებული მქონია სიყვარული თქვენი გამომხოლია იო ია აი გარე უერს დაგაგავ უთხა
ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, დღევანდელი ღონისძიების მონაწილენო, მოგესალმებით. დღევანდელ ულამაზეს დღეს, როცა საერთაშორისო მუზეუმების დღეა, ულოცავთ ყველას მუზეუმების დღეს და მეორე საკითხს, რომლის გამოც დღეს ეს შეკრება იმართება, თქვენ მოგახსენებთ საქართველოს სახელმწიფო წმუნებული შიდა ქართლში ბატონი სიმონ გულედანი. მე მინდა თქვენთან ერთად მიულოცოთ
ბატონ სიმონ გულედანს გუბერნატორის თანამდებობა. ის დიდი ხანია მოღვაწეობს ჩვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ. ყოველდღიურად ახალი პროექტებზე, ახალ მიმართულებებზე ზრუნავს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და ბატონმა სიმონმა უკვე დაიწყო ამაზე სერიოზული მუშაობა და მინდა გითხრათ, რომ ბატონი სიმონი არის, იყო და იქნება თქვენს გვერდით, ჩემო გორელებო, ჩემო კასპელებო, ხაშურელებო, კარელელებო და თხოვთ ბატონ სიმონს. მოგესალმებით მეგობრებო, მინდა მუზეუმის საერთაშორისო დღე მოგილოცოთ. მე მინდა ყველა მუზეუმის თანამშრომელს, ყველა კულტურის წარმომადგენელს უთხრა მადლობა გაწეული შრომისთვის. მოგეხსენებათ, შიდა ქართლი იმზიდველი და საინტერესოა ტურიზმის მიმართულებით. გვაქვს ძალიან ბევრი კულტურული ძეგლი და ობიექტი. დღეს წარმოდგენლები არიან ჩვენი შიდა ქართლის 4-ვე მუნიციპალიტეტი, რისთვისაც მადლობას გიხდით ყველას და მე მინდა დღევანდელი დღე უკვე ჩაითვალოს გახსნილად, ზაფხულის ტურიზმის სეზონი შეიძლება ჩაითვალოს გახსნილად და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. წარმატებები, ძალიან ბევრი ტურისტი გყავს და მზად ვართ, როგორც ადგილობრივი ტურისტი, ისე უცხო ტურისტები მივიღოთ და კიდევ ერთხელ წარმატებები და დიდი მადლობა. მადლობა ბატონო სიმონ. მადლობა მინდა უთხრა დღევანდელი ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, დღევანდელი ამ ღონისძიების სულის ჩამდგმელებს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, მის ყველა მუშაკს, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებს, ყველა თანამშრომელს, ვინც აქ ჩართული იყო და მინდა ამავე მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებს და საკრებულოს ყველა წევრს მადლობა. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს დღეს აქ მონაწილეობისთვის. მადლობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის დირექციას და თანამშრომლებს. ეხლა კი თქვენს წინაშე წარს დგება და მასაც ულოცავ ამ ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურს. ქალბატონი თია წლების განმავლობაში წყინვალედ უძღვებოდა იურისპრუდენციის საკითხებს, წყინვალედ უძღვებოდა ძალიან ბევრ ორგანიზაციას და დღეს ის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორია. მადლობა ქალბატონო თია, რომ ჩამობძანდით და გთხოვთ. მოგესალმებით. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე. დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა და ეს დღე დაწესდა იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა თანამედროვეობამ გააცნობიეროს წარსულის მნიშვნელობა. თქვენ იმყოფებით საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმ ნაკრძალში. ეს შეიძლება არ იყოს ექსპონატების საცავი, მაგრამ ეს არის სივრცე, სადაც ჩვენ ხვდებით წარსულს. მუზეუმის დანიშნულებაც სწორედ ეს არის, რომ მომავალ თაობებს თანამედროვეობას მისცეს წარსულთან შეხების შესაძლებლობა, წარსულის მნიშვნელობის გაცნობიერების შესაძლებლობა, დაანახოს თუ როგორ რა შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა, როგორ მოიტანეს ეს ყველაფერი ჩვენამდე და ვინ იცავს ამას. უპირველეს ყოვლისა ამას იცავენ ჩვენი მუზეუმის თანამშრომლები. მინდა ყველა მუზეუმელს მიულოცო ეს დღე და უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალი ერთ-ერთი გამორჩეული მუზეუმია საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის თვალსაზრისით, იმით თუ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები იმისათვის, რომ თითოეულ ვიზიტორს შეუქმნან ის გარემო, რომელიც მათ აქ დაბრუნების სურვილს გაუჩენს. დიდი მადლობა ყველა თანამშრომელს, დიდი მადლობა მხარის წარმომადგენლებს, ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. მოგესალმებით თქვენ და დიდი მადლობა მობრძანებისათვის. წარმატებას უსურვებ ყველა თქვენგანს. გთხოვთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩვენ სახელოვან პიროვნებას, ბატონ დავით რაზმაძეს.
მოგესალმებით, მეგობრებო. ბედნიერი ვარ, მე დღეს მანქანა გავაჩერე სადღაც აქედან კილომეტრ ნახევარში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მუზეუმ ნაკრძალი, რომელიც მართლაც სასწაული არის ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა, ერთ-ერთი ძირითადი სექტორი განვითარებისთვის და ეკონომიკის უკეთ წასვლისთვის ეს არის ტურიზმი. მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცო მუზეუმების საერთაშორისო დღე თითოეულ მუზეუმის თანამშრომელს, ყველა ამ ორგანიზაციის თანამშრომელს, რომლებიც რუდუნებით უძღვებია თავიანთ საქმეს და მინდა ყველას მიულოცოთ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ეს დღე და უსურო წარმატებები. და ერთსაც ვისურვებდი, როგორც ქართველი ვიტყვი, რომ მათი ანაზღაურება არ არის იმის შესაბამისი, რასაც ისინი შრომობენ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მათი ანაზღაურებაც გაიზრდება. ასევე მე მინდა მიულოცო სრულიად შიდა ქართლს, მის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, ბატონ სიმონს და თითოეულ თქვენთაბანს, ქალბატონ თეას და ყველას მიულოცო დღევანდელი დღე, ტურიზმის გახსნის დღე. ეს არის მთელს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ როგორც შიდა ქართლის ერთ-ერთი წარმომადგენელი გილოცავთ თითოეულ თქვენთაგანს და ვისურვებდი შვიდობა ყოფილიყოს ამ ქვეყანაზე, რომ ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს და თითოეულ თქვენთაგანს და თითოეულ ჩვენთაგანს გქონდეს იმის საშუალება, რომ უკეთ შევძლოთ ჩვენ ქვეყანას ვემსახუროთ და მივიღოთ ის, რაც საჭირო არის. გისურვებთ წარმატებებს და გილოცავთ თითოეულ თქვენთაგანს. დაიდადგა დრო გაგაცნოთ გორელებს ახალგაზრდა შემოქმედი ინტელექტუალი განათლებული კულტურული და საუკეთესო ოჯახის შვილი გორელი და მრავალ თანამდებობებზე მოღვაწეობდა ყველგან წარმატებული ყველგან დიდებულად უძღვებოდა თავის საქმეს და მე ჩვენ ეჭვი არ გვეპარება რომ ის გორის მუნიციპალიტეტს ყველგან წარმოაჩენს და მუდამ წარმატებული იქნება გორის მუნიციპალიტეტი. მოდი მიულოცოთ გორის მუნიციპალიტეტის მოვალეობის შესრულება ბატონ ყოტე ბუზალაძეს და წარმატებები უსურვოთ თქვენთან ერთად. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველი არის ჩემი ესე ფართოდ საზოგადოებასთან წარდგენა. ძალიან მაღალი არის პასუხისმგებლობის გზნობა ჩემი თქვენს წინაშე. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ ძველი ცივილიზაციის ხალხი ვართ და ამაზე ჩვენი მუზეუმ ნაკრძალის მეტყველებს თუ რა კულტურის მატარებელი ხალხი ვართ. გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ და დანარჩენი მუშა პროცესში გამოჩნდება ჩვენი ურთიერთობა. მადლობა დიდი. მიკროფონთან ვიწვევ მასპინძელს ამ მუზეუმ ნაკრძალის ხელმძღვანელს ბადრი გასპაროვს. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა ყველა მუზეუმის თანამშრომელს, ყველა ჩემს კოლეგას, ჩემს თანამშრომლებს მიულოცო დღევანდელი დღე. მინდა მადლობა გადაუხადო გორის მუნიციპალიტეტის მერიას, გორის მუნიციპალიტეტს. აი ამ უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში ჩვენ არაერთხელ გვაქვს ჩატარებული მსგავსი ღონისძიება და მინდა მადლობა გითხრათ ყველას. ყველა მოწვეულ სტუმარს მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ყველა მეწარმეს, ვინც აქ არიან წარმოდგენილები, ბევრი ჩემთვის ნაცნობი ადამიანია, ყველას წარმატება უსურვო და წინსვლა თავის საქმიანობაში. დიდი მადლობა. ერთხელ კიდევ ულოცავ საქართველოს ყველა მუზეუმს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს და უღრმეს მადლობას მოვახსენებ ჩვენს რეგიონის და მუნიციპალურ ხელმძღვანელობას
ხარდაჭერისთვის და მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონის დაწყება წარმატებები. ეხლა კი ქალბატონ ლიკა შამუგიას კულტურის სააგენტოს თავარ სპეციალისტს წაიყვანოს დღევანდელი კონცერტი. დიდი მადლობა. მეც ვუერთდები მილოცვას, გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს და გილოცავთ ჩვენს რეგიონში ტურისტული სეზონის გახსნას. საუკეთესო ტურისტულ სეზონს ვუსურვებ როგორც შიდა ქართლს, ასევე სრულიად საქართველოს. მადლობა მობრძანებისთვის დღევანდელ საზეიმო კონცერტში, როგორც იცით, როგორც გორის მუნიციპალიტეტის, ასევე ქარელის, ხაშურის, კარსტის მუნიციპალიტეტები მიიღებენ მონაწილეობას და მოდი ერთი აპლოდისმენტებით თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადოთ. მოუთმენლად ელოდებიან შემოქმედებითი კოლექტივები თქვენთან შეხვედრას. ახლა კი ნება მივოძეთ წარმოგიდგინოთ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან არსებული ანსამბლი გორი. მივესალმოთ ბიჭებს, რომლებმაც გახსნეს არაჩვეულებრივი მრავალჟამიერი დღევანდელი საღამო. ხელმძღვანელი დავით დარბაიძე, ლოტბარი, გიორგი საძაგლიშვილი. ლალე და ჩემო კარგო ქვეყანა სიმღერები, რომლის გარემოცაშიც დაგტოვებთ. მადლობა.
ანსამბლი გორი კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით გავაცილოთ. და ნება მიგოძათ სცენაზე წარმოგიდგინოთ ხაშურის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები. პირველი, რომელსაც სცენაზე მოვიწვევ, გახლავთ თბილისისა და ქუთაისის ოპერის აკადემიური თეატრების სოლისტი, სტუდია საუნდლაბის ხელმძღვანელი ლევან ტაბადაძე. მივესალმოთ თქვენი აპლოდისმენტებით მოვისმენთ სიმღერებს უფლის ციხესთან სისხლისფერი ყაღაჩოს წვეთი და გადღეგრძელებს საქართველო. სისხლისფერი ყაღაჩოს წვეთი არადაღვილის დასახველის ალბათ მაცია არავით არის სხვა სამშობლო ამასე მეტი არ გამაჩნია სამშობლო ამასე მეტი არ გამაჩნია მე დავინახე სვეტი ცხოვლის 12 სვეტი 14 ციხე-სეგნები და ლაჟვარდს გაშრია არავით არის სხვა სამშობლო ამასე მეტი არ გამაჩნია შვენიერია ორ სხვა შუა კავკასიის მთები და სიტყვა ვინ მაბალგულში ლახრად გამშრია არავით არის სხვა სამშობლო ამასე მეტი არავით არის სხვა გზა არ გაგვაჩნია არავით არის სხვა სამშობლო ამასე მეტი არ გაგვაჩნია უფლის ციხესთან სისხლისფერი ყაღაჩოს წვეთი ალბათ მაცია არავით არის სხვა სამშობლო ამასე მეტი არ გაგვაჩნია არავით არის სხვა სამშობლო ამასე მეტი საქართველო კიდევ უფრო აღორძინდი
ძველი სასვლას ახლის კარტას დავხსნი თუ გკიო და შეჯარბიდა თავს გადეკი არ მოგცივი შენი სულის მონად გავხდი ცოცხლების და დახოცინის მე შესახერს არ ახელოს მეცხრესისკენ გასწორწნიდი გადაგრძელებ საქართველო კიდევ უფრო აღარ წინდი გადაგრძელებ საქართველო კიდევ უფრო საქართველო კიდევ უფრო გადაგრძელებ საქართველო დიდი მადლობა ცოტა უცნაურ ამბულაში მოგელით მაგრამ მეგობრებო ჩვენი მთავარი სათქმელი ჩვენი აქ შეკრების მთავარი სათქმელი მოდიშ გიხდით ცოტა ისე ვარ, მაგრამ თავარი სათქმელი არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს პატრიოტული სულისკვეთება არ მოშლოდეს ჩვენს ქვეყანას. დიდება უფარს, გაიხარეთ. დიდი მადლობა ლევანს. ახლა კი კვლავ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან უნდა წარმოგიდგინოთ ხალხურ საკრავთა ანსამბლი ლომისი ხელმძღვანელი გიორგი ლომსაძე. მივესალმოთ ანსამბლს ქალაქური მელოდიები და იმერული მგზავრული გველოდება წინ.